ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მცხოვრები 170-მდე ბავშვი განათლების მისაღებად ყოველ დილით სხვა სოფელში მიდის. თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გადასაყვანად რამდენიმე მიკროავტობუსია დანიშნული. ასეთ რეჟიმში მოზარდები უკვე 2 წელია ცხოვრობენ. სოფელი ჭიაურის ერთადერთი სკოლა 2 წლის წინ იმ პირობით დაკეტეს, რომ ახალს ააშენებდნენ, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შესრულებულა. სკოლის გარდა სოფელს არაერთი პრობლემა აქვს, მათ შორის სასმელი წყლის დაბინძურების კუთხით. მოსახლეობა ყვება, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ. ადგილობრივების პრობლემების შესახებ ჟანა დიდებაშვილი და მიხეილ ყარაულაშვილი მოგვიყვებიან. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში ერთადერთი სკოლა 2 წლის წინ იმ პირობით დაკეტეს, რომ ძველის ადგილზე ახალს ააშენებდნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ორსართულიანი შენობა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ აშენდა. 15 წლის წინ შენობა მიწისძვრისგან დაზიანდა და ფიქრობენ, რომ შენობაში ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ იყო. დაკეტვიდან 2 წლის შემდეგაც გაურკვეველია სოფელ ჭიაურის სკოლის საკითხი. მეორე წელია უკვე თამარიანის სკოლაში დაატარებენ ჩვენ ბავშვებს. თქვენს უნდა დაშლილიყო, მე თქვენს უნდა რემონტი გაკეთესო და ჯერჯერობით მეორე წელია და კაცი არ ხელი არ მოუკიდებიათ ამ სკოლისთვის და ასე აწვალებენ მარშრუტკებით ბავშვებს. მიწისძვრის შედეგად იყო დაზარალებული ეს სკოლა და გაკეთებული აქ გარე რემონტი შეამაგრეს. ხო და მე მიწისძვრები რო იყო ვერ გაძლევს რა, არ არის ისეთ მდგომარეობაშიო და მაგიზბარობით თუმცა არანაირი აქ ეხლა სამუშაოები არაფერი არ მიდის საერთოდ არ რას დაიკეტა არაფერი სამუშაო იქ არ მიდის. ჭიაურელი ბავშვები სოფელ თამარიანის სკოლაში სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსებით დადიან. 170-ზე მეტი მოსწავლის გადასაყვანად მძღოლებს დღეში რამდენიმე რეისის გაკეთება უწევთ. ტრანსპორტში სიმჭიდროვეა და დასაშვებზე მეტი რაოდენობის გამო მოსწავლეთა ნაწილი მგზავრობისას ფეხზე დგას. ფეხზე დგანან ეხლა ვუყურებ და რამდენად უსაფრთხოა მათი გადაადგილება ასეთ შემთხვევაში? ეხლა არ არის საშუალება სხვა. 25 ბავშვი მაინც თუ არ წავიყვანეთ 40 წუთი არ აყოფნის მესამე რეისით საჭირდება 3 მანქანა ვართ, მაგრამ ვერ ყოფნის. ბავშვები ბევრები არიან. ანუ უსაფრთხო მაინც არ არის ხო ბავშვებისთვის? უნდა ითქვას, რომ არ არის. ამათ ეხლა დღევანდელ სტანდარტებზე რო ვთქვათ, ის უნდა იკარუსის ხელა ავტობუსი ალბათ, რომ სათითაო ბავშვი იჯდეს. მაგის საშუალება არ არის. სოფელ ჭიაურში ლაგოდეხის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით სკოლის მდგრადობა სპეციალისტებმა შეისწავლეს. ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დასაშვები იყო სკოლის ძველი შენობის გამაგრება რესტავრაცია. თუმცა აღნიშნული დასკვნის მიუხედავად მოსახლეობამ ახალი სკოლის მშენებლობა მოითხოვა. 2 წელი დიდი დროა ნამდვილად ეხლა თან ბავშვებიც ბევრი არის. მთელი საქართველოს მასშტაბით არის, მარტო ჭიაურის სკოლა არ არის, რომელიც ესე დაიცალა და იმ იმედით, რომ მალე ან ახალი გაკეთდებოდა, ან თუნდაც რესტავრაცია გაუკეთდებოდა. თან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ შეიცვალა რაღაც რიგი საკითხები, არ ვიცი ხა ზუსტად, მაგრამ რემონტი უნდა დაწყებულიყო. მერე სოფლიდან წავიდა ესეთი ის, რომ არა რემონტი არ უნდათ ახლის აშენება, ვინაიდან 2010 წელს მოხდა მიწისძვრა და მიწისძვრის შემდეგ კი მოხდა სკოლის გამაგრება, მაგრამ მაინც მშობლები არიან, მშობლები ვართ და განვიცდით დასკვნა, რომელიც იყო და გვაქვს სკოლის დირექტორს მოტანილი, რომ მშობლებსაც კი ბატონო სამხარაული იქ არის ესე რომ ჩვეულებრივად არანაირი დემონტაჟი ექვემდებარება რემონტს. ჭიაურის საუბნო გზის ორივე მხარეს სანიაღვრე არხია. მათი ნაწილი მოუწყობელი და დაჭაობებულია. ადვილი შესამჩნევია, რომ არხები დიდი ხნის გასაწმენდია. რაც შეეხება სასმელ წყალს, ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელ წყალს ზოგჯერ ჭიები მოყვება და დასალევად საშიშია. აგერე ქალი, ბავშვიანი ქალი რომელიც ეკანა. ესე იგი იმ ხელა წყალი მოიხება რომ ბენზინია რომ არ სახია შემომივარდესო. მარტო იმას თუ ხარო დენი არ გამოიწესო, რომ ამოვაკაჩაო წყალი და გაუშვათ გარეთკენა. დათხოვება არ ატარებს იქით გასაწმენდები იქნება ალბათ. ლობიოს ახარშამდი და რძას უთხარი წყალი დაასხი მეთქი და რო ჩამოასხა თეთრი მასია რითიც უნდა დაესხა ლობიოს წყალი დაბობღავდნენ შეგაჭიები. ძალიან უყურადღებულთა ვართ ამ მილების მიმართ და უნდა გაწმენდა. ზოგან გატეხილია, ზოგან რა არის, ზოგან რა ვიცებო, რა მოხდება არ ვიცი.
ყოველთვის ასია. ეს ახალი ქსელია გაკეთებული თუ ძველი ქსელია? ახალი ქსელია და ძველები ამოყარეს. აღარ არის ძველები, ახალია. და რაც ახალი ქსელია, ეხლა გამოყვა ეს ჭიები. აი, ხო, მოძდებს. მაინც მოძდებს. ეტყობა რაღაც არ არის დახურული მილები და გინდათ წვიმის წყალი ჩადეს შიგა, რა ვიცი, აბა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ირწმუნება, რომ წყალი დაბინძურებული არ არის. ამბობს, რომ რამდენიმე კილომეტრზე ძველის ნაცვლად ახალი მილები გაკეთდა, თუმცა რამდენად კარგად იფილტრება, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მე პირადად სოფელში ვარ 24 საათი მოსახლეობასთან ურთიერთობა და ერთ ადამიანი არ შემხედრია რომ ასეთი რამე ეთქვას. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ეს ადამიანები ტყუილს ამბობენ? მე არ ვამბობ რომ იტყუებიან. არავის მოგუმართავს ჩვენთვის რომ დაბინძურებული წყალი მოდის. რაც შეეხება სანიაყვრე არხების გაწმენდას, ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტს მიაჩნია, რომ თითოეულმა მოსახლემ მის საცხოვრებელ სახლთან მდებარე სანიაყვრე არხი საკუთარი ძალებით უნდა გაასუფთავოს, თუმცა მოსახლეობა რამდენად ითვალისწინებს ამ რჩევას, ფაქტის სახეზეა.